მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სტუდიის მონასტრის სამგალობლო სკოლის შესახებ. სტუდიის მონასტრის ჰიმნოგრაფიული სკოლის წვლილი ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარებაში არის ძალიან დიდი. როგორც ვიცით, სტუდიის მონასტერი ყალიბდება მე-4 საუკუნეში და მე-9 საუკუნიდან აქ მკვიდრდება უდიდესი მოღვაწე თეოდორე სტუდიელი და მის სახელთან არის დაკავშირებული სწორედ ძალიან ბევრი რამ და ის დიდი მიღწევები, რომელიც არის დაკავშირებული ჰიმნოგრაფიის სფეროში. აქ თეოდორე სტუდიელი თავის თანამოსაგრეებთან ერთად ძალიან ბევრ ახალს ქმნის და დიდი წვლილი შეაქვს სამგალობლო ხელოვნების განვითარებაში. ჩვენ ვიცით, რომ თეოდორე სტუდიელი იყო ავტორი ეპიგრამების, ეს იყო იამბიკური პოეზიის ნიმუშები, რომლებიც ლიტურგიკულ პრაქტიკაშიც გამოიყენებოდა და იყო ჩართული და ერთ-ერთ ეპიგრამაში, 124 ეპიგრამაში ნათქვამია, რომ თეოდორე სტუდიელი თავის ძმებს ამეცადინებდა გალობაში და რომ აქ ესე იგი დიდი მუშაობა მიმდინარეობდა ესე იგი მოღვაწეები აქ ცხოვრები, ბერები დიდ ადგილს უთმობდნენ საგალობლების შესწავლას, ახალი კილოების შედგენას, ახალი ხანგების შედგენას და ეს ყოველივე აისახა მათ შემოქმედებით მემკვიდრეობაში. სტუდიის მონასტერში მოღვაწეობენ ამ დროს ისეთი ცნობილი ჰიმნოგრაფები, როგორიც არიან თვით თეოდორე, რომელიც ვახსენეთ, ასევე მისი ძმა იოსებ სტუდიელი, ასევე თეოფანე და თეოდორე გრაპტოსები, რომლებიც თავდაპირველად მოღვაწეობდნენ საბაწმინდაში, ასევე მეთოდიუსი, რომელიც მოღვაწეობდა სირაკუზაში, სამხრეთ იტალიაში და შემდეგ უკვე გადმოდის სტუდიის მონასტერში სამოღვაწეოდ. აქ შედგა მარხვანის კრებული, ვიცით, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკაში მოიპოვება ძველი ხელნაწერი, რომელსაც აქვს წარწერა ტრიოდიონი, თეოდორე და იოსებ სტუდიელებისა. მასადამე ეს ხელნაწერი მარხვანის კრებულის ჩამოყალიბებას მიაწერს სწორედ აი ამ დიდ სტუდიელ მოღვაწეებს. ნიკიფორე კალისტოს ქსანტოპულოსი აღნიშნავს, რომ სტუდიელი მოღვაწეები არა მარტო ქმნიდნენ ახალ საგალობლებს, არამედ ისინი ზრუნავდნენ, რომ შეევსოთ უკვე ესე ვთქვათ, სხვა ავტორების მიერ შექმნილი საგალობლები. მაგალითად, მათ შესძინეს ანდრია კრიტელის კანონს ძლის პირები და ასევე მათ შესძინეს დასდებლები, ახალი დასდებლები დაწერილი, ესე ვთქვათ, თვითონ ანდრია კრიტელის სახელზე. ასევე სავარაუდოდ ისინი არიან ავტორები წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელზე დაწერილი ახალი დასდებლებისა, მათ ფაქტურად შეავსეს უკვე არსებული საგალობლები ამ წმინდანების სახელზე და კიდევ უფრო სრულყოფილი სახე მისცეს. სტუდიის მონასტრის წესგანგება ვიცით, რომ შექმნილია თვითონ თეოდორე სტუდიელის და პატრიარქი ნექტარიუსი, რომელიც მე-16-მე-17 საუკუნეებში მოღვაწეობდა, მან თავისი თვალით იხილა ამ განგებაში, შემდეგ კი ჩანაწერი, რომ სტუდიელ მოღვაწეებს ჰქონიათ ესეთი ასე ვთქვათ, წესი, რომ ღვთისმსახურებაში პირველ ყოვლისა უნდა შესრულებულიყო თავად სტუდიელთა საგალობლები. არის გადმოცემა, რომ აქ და დოკუმენტები, რომ აქ შეიქმნა ასევე წიგნი ირმოლოგიონი. ირმოლოგიონი თვითონ როგორც კრებული, ძლის პირთა კრებული, საბაწმინდაში შეიქმნა და როგორც ჩანს, აქ სტუდიის მონასტერში კიდევ უფრო შევსებული, ასე ვთქვათ, კრებული შეიქმნა, ძლის პირთა კრებული, ირმოლოგიონი.
გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ აი მარხვანის კრებულში საოცრად, ესე ვთქვათ, ბევრი საგალობელი ეკუთვნის თეოდორე სტუდიელს, მის მას იოსებ სტუდიელს, აქ არის მაგალითად თეოდორე სტუდიელს შექმნილი აქვს საგალობლები ხორციელი შაბათის, ხორციელი კვირის, ასევე სამსაგალობლები დიდმარხვის სამსაგალობლების აი მეორე კომპლექტი ეკუთვნის თეოდორე სტუდიელს, ხოლო პირველი თვითონ იოსებ სტუდიელს. ჩვენ ვიცით, რომ თეოდორე სტუდიელს ეკუთვნის ასევე მარცხოვრის საფლავად დადების საგალობლები, ეს არის 78 საგალობელი, რომელიც ერთვის 118 ფსალმუნთა კანონს, ფაქტობრივად თითოეულ ფსალმუნის თითოეულ მუხლს ერთვის ეს საგალობელი, ეს სტროფები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იოსებ სტუდიელის მოღვაწეობა, საოცრად პროდუქტიული არის იოსებ სტუდიელის მოღვაწეობა. თეოდორე სტუდიელს ყავდა მოწაფეები, რომლებიც აგრძელებდნენ იმ საქმეს, რომელიც დაიწყეს თეოდორემ და იოსებ სტუდიელებმა, ესენი არიან სიმონი, თეოქტისტე, ნიკიფორე, ანატოლი სტუდიელი, რომელიც ასევე სირაკუზელადაც მოიხსენიება, როგორც ჩანს, ის შემოქმედებითად იყო დაკავშირებული სამხრეთ იტალიასთან. ასევე ჩვენ ვიცით, რომ სტუდიელი მოღვაწეების დიდი დამსახურებაა ის, რომ მათ ჰიმნოგრაფიულ კანონს მისცეს ერთიანი პოეტური ერთეულის სახე, უფრო შეკრული, კომპოზიციურად შეკრული. და ეს შესაძლებელი გახდა იმით, რომ აი პოეტური იდეა, მთავარი იდეა, რომელიც იყო ჩაქსოვილი ჰიმნოგრაფიულ კანონში, მიზანმიმართულად ვითარდება 9-ვე გალობაში. თუ კი საბაწმიდელების, ანუ სტუდიელთა წინამორბედების მთავარი ამოცანა იყო, რომ ჰიმნოგრაფიული კანონის თითოეული ოდა ყოფილიყო მჭიდროდ დაკავშირებული ბიბლიურ გალობასთან, მასადამე სტუდიელებმა უფრო სხვა მიზანი დაისახეს მიზნად და პირველ შემთხვევაში ესეთი მჭიდრო კავშირი შეუძლებელი იქნებოდა ოდებს შორის, ხოლო რაკი სტუდიელებმა მიაღწიეს იმას, რომ 9-ვე ოდა ერთი იდეით მიზანმიმართულად არის განვითარებული, აქ, რა თქმა უნდა, კომპოზიცია კიდევ უფრო შეკრულია და ეს არის სტუდიელების ძალიან დიდი დამსახურება. ვიცით, რომ სტუდიელებმა შექმნეს აქ სტუდიის მონასტერში შეიქმნა ბიზანტიური კალენდარი მენოლოგიონი და ასევე ბიზანტიური, ესე ვთქვათ, წესგანგება, უკვე ახალი წესგანგება. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში უფრო გავრცელებული იყო საბაწმიდური წესგანგება, ხოლო ამიერიდან ცენტრი ჰიმნოგრაფიის არის არა საბაწმინდა, მე-9 საუკუნიდან, არამედ სწორედ სტუდიის მონასტერი. შესაბამისად, სტუდიის მონასტერში შექმნილი წესგანგებაც არის უკვე სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკლესიისათვის და სწორედ ამ წესგანგებით ხელმძღვანელობდნენ ეკლესია მონასტრებში. სტუდიის მონასტრის წესგანგება ათონის მთაზე შეიტანა ათანასე დიდმა და ეს გახდათ სწორედ ათონური რედაქცია, სტუდიის წესგანგების ათონური რედაქცია. შემდეგ ვიცით, რომ პირველად ქართულად ეს წესგანგება თარგმნა 6 ათონელმა, ეს გახლავთ მცირე სვინაქსარი, ხოლო დიდი სვინაქსარი თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა. სტუდიური წესგანგება დაესწრო საფუძვლად ასევე კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ღვთისმსახურებას და ზოგადად დიდი ეკლესიის მსახურებას, დიდი ეკლესიის წესგანგებას და აქედან გავრცელდა
ქრისტიანულ სამყაროში. ვიცით, რომ კიევა-პეჩორის ლავრაში სწორედ სტუდიური წესგანგებით ხელმძღვანელობდნენ და პირველად სწორედ ეს განგება დამკვიდრდა. შესაბამისად უდიდესია როლი სტუდიის მონასტრისა ზოგადად ეკლესიის ისტორიაში. გალობის მნიშვნელობა იყო ძალიან დიდი, სტუდიელი მამების დამოკიდებულება ეს ჩანს დაუშვათ აი მონასტრის წესგანგებაში, როგორი მკაცრი იყო მოთხოვნა მგალობლების მიმართ. თუ კი ამა თუ ესა თუ ის ფსალმუნა საგალობელი არ შესრულდებოდა, მგალობელს უწესდებოდა ეპიტიმია. ესე იგი, ზედმიწევნით უნდა შესრულებულიყო საგალობლები. ან კიდევ მგალობელს დავუშვათ, როდესაც გუნდი გალობდა, აი ესეთი წესი იყო, როდესაც გუნდი გალობდა ამა თუ იმ საგალობელს, მგალობელს, რომელიც იმ წუთში რაღაც მიზეზის გამო გუნდთან ერთად არ გალობდა, მას არ ჰქონდა უფლება შეერთებოდა გუნდს, ანუ როდესაც ის შემოდიოდა ტაძარში, მას არ ჰქონდა გუნდთან ერთად დადგომის უფლება, მანამ სანამ საგალობელი არ დასრულდებოდა. აი, მას შემდეგ რაც საგალობელი დასრულდებოდა, მგალობელს შეეძლო უკვე შეერთებოდა გუნდს. ყველანაირი, ასე ვთქვათ, ეს დისციპლინა, წესრიგი, რომელიც იყო ტაძარში ღვთისმსახურებისას და რომელიც მოიცავდა სწორედ აი იმ წესებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მგალობელი, რა მოეთხოვებოდა მას, ეს ყოველივე განაპირობებდა ღვთისმსახურებაში განსაკუთრებულ წესრიგს, თვითონ საგალობლების შესრულების ძალიან მაღალ დონეს. და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ ტონის მიმცემი იყო სტუდიის მონასტერი იმ დროისათვის მთელ ბიზანტიაში და არა მარტო ბიზანტიაში, როგორც ჩანს საქართველოშიც, სადაც ესე ვთქვათ ეზიარებოდნენ ყველა იმ სიახლეს და ასე ვთქვათ ითვალისწინებდნენ ყველა იმ შემოქმედებით სიახლეს, რომელიც კონსტანტინოპოლში ინერგებოდა. ვფიქრობთ, რომ აი ეს აია სოფიის ტიპიკონის თუნდაც აი ეს გალობის მნიშვნელობა, როდესაც ყველა საგალობელი აბსოლუტურად იგალობებოდა და მღვდლის ასამაღლებლების და დიაკონის კვერექსების გარდა ყველაფერი გალობით ითქმოდა, ეს ტრადიცია შესანიშნავად გაიზიარეს საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ მე-19 საუკუნეში კონსტანტინოპოლში იმოგზაურა გრიგოლ ხანძთელმა და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შეხვდა სტუდიელ მოღვაწეებს, თეოდორე სტუდიელს, მაშინ მისი მიზანი იყო, რომ ყველაფერი საუკეთესო მას შეეთვისებინა და გადმოეტანა საქართველოში და ეს კავშირები ქართულ და ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიას შორის, ღვთისმსახურების წესებს და საუკეთესო ტრადიციებს შორის ესეთი შეხება და შემოქმედებითი კავშირები ყოველთვის იყო და ეს ქართულ ლიტურგიკული კრებულების, ჰიმნოგრაფიული კრებულების შესწავლის შედეგადაც საკმაოდ ნათლად ჩანს. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ შუა საუკუნეების შესახებ მწირია ცნობები, ძალიან ბევრი რამ ბუნდოვანებით არის მოცული. მაგალითად, დღემდე ძალიან უჭირთ გაარკვიონ მეცნიერებმა იდენტიფიცირება, დავუშვათ მოახდინონ აი ამ ორი დიდი მოღვაწის მე-19 საუკუნეში, იოსებ მგალობლის და იოსებ სტუდიელის. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს სხვადასხვა პირია და რაც უფრო ღრმა კვლევები განხორციელდა, დღეს ამის გამიჯვნა ამ ორი მოღვაწის უჭირდა, ფიქრობენ, რომ ეს ერთი პირი იყო. ბევრი რამ არის ბუნდოვანებად მოცული, იმიტომ რომ აი ეს ცნობები ძალიან მწირია, თუმცა ის ცნობები, რომელიც არის ჩვენამდე მომღწეული და ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენამდე არის მოღწეული, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სტუდიის მონასტერი იყო მართლაც
განსაკუთრებული თავისი სიდიადით და კიდევაც ნათქვამია, რომ სტუდიელებმა მიაღწიეს საბაწმინდის ლავრის სიდიადეს. აი დღეს ეს იყო ჩვენი ლექციის, ჩვენი საუბრის თემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.